მე არასოდეს არ ყოფილვარ კარგი კულინარი. აი არ მიყვარს საჭმელების კეთება საშინლად. მაგრამ ვცდილობდი, როდესაც გათხოვილი ვიყავი და ეხლაც რაც გათხოვილი ვარ, რომ სახლში რაღაცნაირად ტრადიცია შევქმნი, ასე რომ ვთქვათ, რომ ყოველ საღამოს თუმცალი აუცილებლად რაღაცას ვახშმობთ, ერთად ფუსფუსებთ, აი სუფის ცა მიყვარს რაღაც გაკეთებათ და მე რაღაც კეთს გავთლი, დაგეხმარები, უყვარს ეს ფუსფუსი რა, მე არა. ეხლა ვფიქრობდი, საიდან მოდის ეს, რომ მე მეზიზღება საჭმელების კეთება, არ მაქვს სულიერად ის, რომ მინდოდეს, მაგრამ ვუყურებ ქალებს TikTok-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე, ვინცაც ამ ყველაფერს სიამოვნებას იღებთ თქვენ რა. მე როცა გათხოვილი ყავს, ვცდილობდი რაღაც მესიამოვნებინა ჩემი ქმრისთვის. შეიძლება ყოველდღე არ ვაკეთებდი, მაგრამ რაღაცნაირად ვცდილობდი, რომ სულ რაღაც ცოტა მაინც რაც შემეძლო ყოველ შემთხვევაში რა. მე ვაღიარებ, რომ არ ვარ კარგი ბიჭონის გალი ამ ხრივ არ ყოფილა. მოკლედ, მე ვფიქრობ, ეს მოდის იქიდან. რატო დავიწყე ამაზე საუბარი, ამაზე მე ვფიქრობდი, რატო არ მიყვარს თქო რა. ალბათ შეიძლება, ხა თქვენი აზრით მაინტერესებს, თქვენც ესე ფიქრობთ? მე გავიზარდე სოფელში და ბავშვობიდან ვიყავი ჩართული მიწის, ასე ვთქვათ, მოწესრიგებაში, ვენახის მოწესრიგებაში, წყემსათაც დავყვებოდი პაპას, ძროხის წველა იყო, ყველის ამოყვანა იყო, მაწვრის ამოყვანა იყო, თონეში ცომის მოზელა იყო, თუ თონეში გამოცხობა იყო, ამის გარდა სახლის დაალაგება, ნუ ყველაფერი რა, რაც ხდება, ხო იცით. შესაბამისად მე რო გადმოვედი თბილისში, აქაც პატარა ძმა მყავდა, მიდით ამომოვარე, გამოიყვანე სკოლიდან, ის გააკეთე, მასტიკა წავუსვია და ხობონი მასტიკა რქვია. აბა დაუთო იმდენად ესე ვიყავი დატვირთული, მინდოდა თუ არ მინდოდა სახლის ამ საქმეებში, რომ სავარაუდოდ ამან განაპირობა, რომ მე აი ეს ყველაფერი არ მიყვარს. არ მიყვარს, რა გავაკეთო. მაგრამ ერთს გეტყვით, თუ დავიწყე დალაგება, ან თუ საჭმელების კეთება დავიწყე, ხო, დედიკო. აი ამ ქაბატონს უყვარს, გიждდება საჭმელების კეთებაზე და ერთად რომ ვაკეთო, ხო? ეხლა ჩვენ საჭმელი მივდივართ გოგო. მუსიკოსთან, აბა, უნდა ფერი არ თქვა, ჯერ არ თქვა. რატომ უნდა თქვა? მე ხარ ხსერება ჩავაბარე, ისე ცუდი მზარეული ყევარ. დიდად კაი მზარეული არ ყევარ. ნუ, ამბობ შენ თავზე.